ახალი სადაზღვევო სისტემით 1 სექტემბრიდან 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი ისარგებლებს. მოზარდები მაღალი ხარისხის სამედიცინო გამოკვლევას უფასოდ ჩაიტარებენ, მანამდე კი სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვების მკურნალობაზე მერის პროგრამა ზრუნავს. ერთ-ერთი ასეთი პატარა პაციენტის გამოკვლევებს დღეს ქალაქის მერი პირადად დაესწრო. ბატონო გიგი, ერთი რიგითი თბილისელი გაწუხებთ. მყავს 4 წლის გოგონა. ჩემ შულს ბოლო რამდენიმე თვე აქვს გამუდმებული თავის ტკივილები. ის ხშირად ორგანიზმის სისუსტესაც უჩივის. სამწუხაროდ არ მაქვს არანაირი საშუალება, რომ შვილი ექიმთან გამოკვლევაზე წავიყვანო. უმორჩილესად გთხოვთ, იქნებ დამეხმაროთ, რომ ერთადერთი შვილის მკურნალობა შევძლო. პატივისცემით ნათია მანდარია. თბილისის მერის სახელზე წერილი მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ნათია მანდარია 4 წლის შვილის მკურნალობისთვის ქალაქის მერს დახმარებას თხოვდა. წერილი ადრესატის კაბინეტში მალევე მოხვდა. გამარჯობა. 4 წლის ლიზი გუგენაშვილს დღეს ჟვანიას სახელობის კლინიკაში თითქმის ყველა გამოკვლევა ჩაუტარდა. ანალიზებთან ერთად მოზარდი რამდენიმე ექიმაში ამოწმა. ბავშვის მშობლები ეჭობდნენ, რომ ავადმყოფობის მიზეზი შესაძლოა ჭიყვის საწყისი ეტაპი ყოფილიყო. სამედიცინო პერსონალმა შემდგომი გამოკვლევებისთვის პაციენტს დანიშნულებაც დაუწერა. აუცილებლად გჭირდება F4 TSH-ი მესამე გექნება ფარისებრი ჯერკულის ეკოსკოპია. და მეოთხე გექნება ესე ძალიან საინტერესო მეთოდია კვლევის ძვლოვანი ასაკი. მე ბევრს აკვლევებს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. თბილისის მერი პაციენტის გამოკვლევებს პირადად ესწრებოდა. ჟვანიას სახელობის კლინიკაში მისვლისას გიგი უგულოვა პაციენტების მიმართვებით დაინტერესდა და კლინიკის თანამშრომლებთან ბავშვთა დაზღვევაზე ისაუბრა. 5 წლის ჩათვლით დაზღვევა რო წამოვა, მეგონი მომართვიანობა გაგეზდებათ. ორივე მიმართულებით ეს 0-დან 5 წლის ჩათვლით ბავშვებია და პენსიონერები. გარდა იმისა, რაც არის სოციალურად დაუცველი. ეს არის ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება. ძალიან საჭირო და დროული. 1 სექტემბრიდან სახელმწიფო 0-დან 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს დაზღვევით უზრუნველყოფს. განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა მოზარდები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას უმეტეს შემთხვევაში უფასოდ მიიღებენ. აი ხა ეს დაზღვევა რაც შემოვა, პრინციპში ეს უკვე დაზღვევაში შევა. და უკვე მე ამას დაზღვევა გადაიხდის, ხო? ანუ მარტო კონსულტაცია შეიძლება პროფესორთან დაუждდეს ადამიანს 50 ლარი. მე დამატებით კიდე რა ხარჯებია ხოლმე. დამატებით ანალიზებს გაიკეთებს, ანალიზების რადიოსკოპია, რენტგენი, ნევროპათოლოგია, კიდე თუ მოუწევთ პედიატრიის საკითხი. აი ჯამურად რამდენზე არის? აი ხა ეს დაზღვევა რაც შემოვა, სერიოზული შეღავათი ექნება. ბავშვებში მედიკამენტების ნაწილიც არის, მაგრამ მთავარი არის პირველ კონსულტაცია, ანალიზების გაკეთება. 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სადაზღვევო პაკეტი უკვე შედგენილია. პირველადი სამედიცინო დახმარებიც გარდა პაკეტში ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებებიც აისახა. მათ შორის ყველა სახის ანალიზის გაკეთება, ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა და დიაგნოსტიკაც. 1 სექტემბრიდან სახელმწიფო მთელი საქართველოს მასშტაბით დღევანდელი მონაცემებით სულ 250,000 მოზარდს დაასრულებს.